დიდი მადლობა მეგობრებო, რომ გვერდებით უიმედობის დროს იმედიანი განწყობა გჭირდება. გამარჯვებით ვიყოთ მეგობრებო. შემთხვევით არ დავიწყე ამ სიტყვებით უიმედობის დროს. მე სულ არ ვარ უიმედობაში, მაგრამ Facebook-ი და ყველაფერი სატელევიზიო სივრცე სულ უიმედობაშია. მე არ მგონია რომ ეს კარგ განწყობას ქმნიდეს ხალხში და ვის ინტერესებში შედის ეს უიმედობის დამკვიდრება ვერც კი წარმომიდგენია. საბედისწერო ჟამი დგას და ამ დროს ყველაზე იმედიანი უნდა იყო და შინაგანად და ამავე დროს გონებით უნდა წვეთდე ყველაფერს. მე ხმამაღლა მინდა ვთქვა და ერთი რამ, აი რაც გინდათ ის მითხარით ბატონებო, როგორადაც გინდათ ისე მიიღეთ ჩემი გამონათქვა, იმას ხშირად ვიმეორებ და ალბათ ბევრი ფიქრობს რომ ნუ რა შეგვიკლა ამ საკითხზე საუბრითო, მაგრამ ხმამაღლა ვამბობ. დღეს დაპირისპირება ქვეყნის შიგნით არის ერისპრობა. ვინც დაპირისპირებაზე მიდის დღეს და ვინც მიუხედავად იმისა მართალია თუ მტყუარია, არის ქვეყნის საწინააღმდეგო მოქმედება. არის მომენტები ქვეყნის ცხოვრებაში, რომელსაც სანიშანსვეტო ქვია, სანიშანსვეტო. საქართველოს ცხოვრებაში დღეს სანიშანსვეტო პერიოდი დგას. სწორი გადაწყვეტილებით ჩვენ გავარდებით წინ და არასწორი გადაწყვეტილებით შეიძლება რომ ჩვენ კატასტროფულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეთ. მოვედით ჩვენ ძალიან ბევრი არასწორი გადაწყვეტილებით. კურსი, რომელიც ბოლო პერიოდში აღებულია, რომელსაც ტაშს უკრავენ ქვეყანაში, ღმერთმა ქნას რომ ვწდებოდი ამაში, ეს საბედისწერო შეცდომაა ქვეყნის, როდესაც ჩვენ ვლანძღავთ და ვაკრიტიკებთ ამერიკას, ევროპას, რა თქმა უნდა, შეიძლება, მაგრამ როცა მათ აკრიტიკებ და ახლოს დგები ირანთან, ჩინეთთან, რუსეთთან და ამ არაბულ ქვეყნებთან, ეს არასწორია. ვინმე ამბობს, რომ ამ ქვეყნებთან არ ვიყოთ კარგად, არავინ არ ამბობს, მაგრამ აქ ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ ხან ერთს, ხან მეორეს ვიღაცას ფეხქვეშ უნდა ვეგებოდეთ. საქართველო არის თურაშაულის პატრონი ქვეყანა და თურაშაულის პატრონი ქვეყანა ტყეში პანტას არ უნდა ეძებდეს. ეს ჩვენ პანტის ვაძებრები გავხდით მას შემდგომ, რაც დაგვავიწყდა, რომ თურაშაულის პატრონი ვართ და დაგვავიწყდა ის, რომ დღეს ქვეყნის შიგნით დაპირისპირება არის მტრობა. ნახეთ, გადახედეთ Facebook-ს, ნახეთ პოლიტიკოსების და სხვათა გამოსვლები. ყველაფერი არის ვინმეს განზღვა, გინება, უიმედობა. დღეს თუ ოდნავაა საჭირო ქვეყანაში, ოდნავ, აი დათბობა ურთიერთობების, თუ ოდნავაა საჭირო ის რომ რაღაც კონსულტაციები გქონდეს ერთმანეთში, თუ ოდნავ ოდესმე საჭირო ყოფილა რომ ერთმანეთს ანგარიში გაუწიოთ, თუ ოდესმე ოდნავ საჭირო ყოფილა რომ ერთმანეთს ბუდიშიც მოუხადოთ, თუ ოდესმე ოდნავ საჭირო ყოფილა რომ ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და მიუხედავად იმისა მოგწონს თუ არ მოგწონს ერთმანეთი, ეს პერიოდია დღეს ქვეყანაში. დღეს ეს პერიოდია ქვეყანაში. საქართველოს უბედურება მთელი ისტორიის მანძილზე იყო დაპირისპირება ქვეყნის შიგნით. საქართველოს მტერი გარეთ არ ყავს. საქართველოს მტერი არის შიგნით და საქართველოს უპირველესი მტერი არის დაპირისპირება სხვადასხვა ჯგუფებს თუ პოლიტიკურ მიმართულებებს შორის. მე არ ვამბობ იმას, რომ ერთ აზრზე უნდა ვიყოთ, არ ვამბობ იმას, რომ ერთმანეთს არ უნდა ვაკრიტიკებდეთ, არ ვამბობ იმას, რომ ერთმანეთს ყველაფერი მოგწონდეს და ფერქვეშ ვეგებოდეთ. აქ ლაპარაკი არის ბიოლოგიურ სიძულვილზე, რომლითაც გაივსო პოლიტიკური ველი. პოლიტიკური ველზე მეფობს ბიოლოგიური სიძულვილი. პოლიტიკოსებს ერთმანეთი ძულთ. ეგ არის ისეთი მძიმე რამ, რომ წარმოუდგენელია თუ მთელი პოლიტიკური კლასი ან აზრზე არ მოვიდა, ან თუ მთელი პოლიტიკური კლასი არ შეიცვალა, ეს ქვეყანა წინ ვერ გავა. დღეს ამ ქვეყანაში ცალ-ცალკე საუბრის დროს ყველა მართალია და ქვეყანაში მდგომარეობა მძიმეა. დღეს შიგნით მიდის ბრძოლა რაღაც წარმოუდგენელი, ერთი ვერა და ვერ მოხერხდა ამ ქვეყანაში, ვიმეორებ, ვერა და ვერ მოხერხდა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ, რომ ქვეყანაში მოვიდეს ის ხელისუფლება, რომელიც არ იქნება ფულისა და ძალაუფლების მოყვარული. ვერა და ვერ მოხერხდა ამ ქვეყანაში, რომ ქვეყანაში მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც იფიქრებს ხალხზე და არა საკუთარ თავზე და საკუთარ სიმდიდრეზე.
ვერას დროს ვერ მოვიდა ჩვენთან არსენას აკრიტიკებდნენ ბოლო პერიოდში ეგ რა არისო დიდარს ერთს ართმევს და მეორეს აძლევს მაგრამ ვის ართმევდა არსენა ართმევდა მდიდარს და აძლევდა ღარიბს ესეც კი იყო ეჭვის ქვეშ დაყენებული რომ წართმევა მაინც ცუდიაო და ამ დროს მოვიდა ხელისუფლება ასრულებს ანტიარსენას როლს ანუ ღარიბს ართმევს და მდიდარს აძლევს ყველაფერი გადაბრუნდა ბრეიგელის სამყაროში ვცხოვრობ ჩვენ ეს ძალიან დიდი ხელოვნებაა ეს ბრეიგელის სამყარო და მე ამ დეტალებში არ შევდივარ ახლა მაგრამ ბრეიგელის სამყარო კატასტროფაა პოლიტიკისთვის გადაბრუნებული სამყაროა ეს ასე ცხოვრება შეუძლებელია დღეს მე ყველას მინდა აი დღეს პოლიტიკოსი არის რომელიც ამბობს იმას ვისაც გაწყენინეთ ბოდიშს გიხდით ანალოგიურს არ ვითხოვ თქვენგან თუ მემაწყენინეთ მაგრამ დღეს ყველა უნდა გააცნობიეროს რომ არც დაჭერები უშველის ამ ქვეყანას არც ლანძღვაგინება უშველის ამ ქვეყანას არც ვინმეს ფეხქვეშ გაგება უშველის ამ ქვეყანას არც ესე იგი აი იმაზე საუბარი რომ მე მართალი ვარ და აი მოგერევი შენ არაფერი არ შველის ქვეყანას გარდა ერთისა რომ პოლიტიკოსი პოლიტიკური ძალა ვისაც ამის ავტორიტეტი აქვს მას შეეძლოს რომ გააერთიანოს ქვეყანა მეცნიერთა კონგრესს რომ ტელევიზიები მიცემ და ტელევიზიებში გამოსვლის საშუალება მიცემ უფრო სწორად ტელევიზიები არ უნდა ტელევიზიებში გამოსვლის საშუალება რომ მიცემ და უთხრან რომ აი ყველა ტელევიზიაში ერთი კვირის განმავლობაში გაზრდებს საშუალებას რომ ნახევარ საათი ილაპარაკო მე დარწმუნებული ვარ რომ მეცნიერები შეკრავენ ქვეყანას და შეკრავენ ისე რომ დავივიწყებთ ჩვენ დაპირისპირებას დავივიწყებთ ყველაფერს მაგრამ ისეთ შთაბეჭდილება მრჩება რომ ეს არავის არ უნდა არც პროგრამებს ისმენენ არც განწყობას ისმენენ მხოლოდ პოლიტიკური ძალა იზომება იმის მიხედვით რამდენად ლანძღავს სხვას სხვის ლანძღვაში ჩადებულია თვითმკვლელობა როგორც კი პოლიტიკური ძალა ებრძვის სხვას და ებრძვის ბიოლოგიური სიძულვილით ეს უკვე თვითმკვლელობის ტოლფასია აქ ლაპარაკი არ არის იმაზე მოერევი თუ ვერ მოერევი საქართველოში სიკეთით არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ გაუმარჯვნია საქართველოში იმარჯვებენ მხოლოდ და მხოლოდ სიძულვილით საქართველოში იმარჯვებენ მხოლოდ და მხოლოდ რევანშიზმით ვერა და ვერ მოვიდა საქართველოს ხელისუფლებაში ერთხელ მაინც ეს ბრალი ჩვენ ხალხს ვედება რომ ვერა და ვერ მოვიყვანეთ ერთხელ ხელისუფლება რომელიც ქვეყნის შიგნით არ იქნება ესე იგი რევანშიზმით სავსე და ქვეყნის გარეთ ვალდებულებებით ყველა პოლიტიკური ძალა რომელიც მოვიდა საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის შიგნით არის რევანშიზმით ყოფა უნდა უტირონ წინას ან სხვას მაგრამ საკუთარი მე ვინ ვარ თვითონ არა ამაზე არ ფიქრობს ეგ არის ისეთი რევანშიზმი რომელიც პოლიტიკურ სხეულს შლის ჭამს შიგნიდან ყველა პოლიტიკური ძალა გუნდი რომელიც იქნება იწყებს სხვისი ლანძღვით მე ვერ ვნახე მეცნიერთა კონგრესშია ეს განწყობა რომელიც ამბობს რომ აბატონო პროგრამები აი აგერ თქვა აი ბოლო პროგრამა გამოტანილი რა წერია ამას ინტეგრალური რესურსები ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეები აი რისი პატრონები ვარ ჩვენ ამ ქვეყანაში ღარიბად როგორ შეიძლება ცხოვრობდეთ აი სამშაბათს 11 საათზე იქნება ბიზნეს ფორუმი რომელიც ძალიან შევიწროებული ამ ეტაპზე თქვა შემადგენლობით მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის ამ წიგნის წარდგენა მოხდება და ითქმება იმის თაობაზე რომ ეს წიგნი ამ წიგნის წერა დაიწყო 2010 წელს როცა ამაზე არავინ არ ფიქრობდა დაიწყო თავისუფალი აზრის სახლის შექმნით დაიწყო ელემენტებით რომელიც მეცნიერთა კონგრესის ჩანასახი გახდა დაიწყო იმით რომ მეცნიერთა ესე იგი თავისუფალი აზრის სახლა გააფართოვა არეალი და მოიყვანა საინტერესო ადამიანები მოიკრიბა ძალიან ბევრი პარლამენტებში შევიდნენ პრეზიდენტები გახდნენ საერთოდ დაივიწყეს თავისუფალი აზრის სახლი და დაივიწყეს ის რაც დაკავშირებულია ქვეყნის მომავალთან არც მათ არ გავიჭი დღეს ვამბობ ერთ რამეს რომ აი გულწრფელად გეუბნებით ხალხო ადამიანებო დღეს იმის დროა რომ სიძულვილი გავწიოთ გვერდზე დღეს იმის დროა რომ ერთმანეთისადმი ტრობა გავწიოთ გვერდზე ეს იმის დროა რომ შურზე და მტრობაზე გაიმარჯვო დღეს იმის დროა რომ სათქმოების დრო გაითნოს თითოეულმა ჩვენთაგანმა ისეთი დილა გათენდა მტერს რომ შევყროდი ალალს მასავით გაუღიმებდიო ეს რეზო ამაშუკელის სიტყვებია ხშირად ვამბობ ამას უყვარდა გამოთქმა სათქმოების დღე მიმრავლე საკუთარ ცოდვათა ანათემის და სხვათა ცოდვების გამართლების დღეო ერთხელ ბატონებო ერთხელ ჩვენს ცხოვრებაში პოლიტიკოსებო თემურ შაშიაშვილო და ყველა სხვა პოლიტიკოსო გააკეთე ის რომ
სხვათა ცოდვების გამართლების და შენი ცოდვების ანათემის დღე დაიყენე სიძულვილზე გაიმარჯვე პოლიტიკოსო სხვის წინამდე ნუიბძვე ებრძოლე საკუთარ თავზე გაიმარჯვე პირველ ნომერი ეს არის ამდენი ბრძოლა მე არ მინდა დღეს ეს მაგალითს მოვიყვანო ერთ-ერთ ქალბატონს რომელიც თითქმის ამერიკელების თავარი საყრდენი პიროვნების მეუღლეა გამოდის ასლაპარაკობს ხო ქალი ასლაპარაკობს გავგიჟდი ამას ამ პოლიტიკაში ეს არ არის ქვეყნის შეურაცხყოფა ერის წაშლა ესე იგი აი ერის ბუნებაში ისეთი სისულელეების შემოტანა ეს ყველაფერი მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დავფიქრდეთ ხალხო საქართველოს მისი ისტორიის მანძილზე არასდროს არ ჭირდებოდა ისეთი ერთობა არასდროს არ ჭირდებოდა პოლიტიკაში სულგრძელთა სიმრავლე არასდროს არ ჭირდებოდა სულმოკლეთა განდევნა პოლიტიკიდან როგორც დღეს სულგრძელი ხალხი პოლიტიკაში დღეს ნიჭზე ორიენტირებული ხალხი მეცნიერებაზე ორიენტირებული ხალხი ამ ქვეყანაში როგორ შეიძლება ღარიბად ცხოვრობდეთ ეს სასწაული იქნება დღეს ერთმა პიროვნებამ ძალიან მერე შემომიტია და მითხრა გადაცემა იყო ჩვენი ქართული ერთობის დარბაზი და მეცნიერთა კონგრესის დღე და იცით რომ ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს ყოველ სამუშაო დღეს არის მეცნიერთა კონგრესის 2 საათი რომელ დროზეც ტელევიზია არ აგებს პასუხს ჩვენ ვაგებთ პასუხს იმ გადაცემაზე გამოვიდით ორი პიროვნება ვიყავით ორივენი ვართ დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ბატონი თენგიზდიხამინჯია და მე ნუ მძიმე საუბარი გქონდა და ნუ მასაც მეც და მე ვთქვი იმის თაობაზე რომ თუ დაჭერას მოინდომეთ ყველას დაჭერა შეიძლება ბიზინე ევანიშვილისიც მეთქი და მე ერთმა პიროვნებამ მითხრა ესო რა თქვი და სიმართლე ვთქვი მეთქი ასე მგონია მე არ ვამბობ კატეგორიულად ასე მგონია კი მაგრამ რატომ და როდესაც ბიზინე ევანიშვილს საკუთარი ფული მოპარეს ყველა დაიჭირა ახლობლები ნათესავები მეგობრები ყველა საკუთარი ფული ვინც მოპარა ვინც დღეს სასამართლოებში ზის ყველა ზის იმისთვის რომ ბიზინე ევანიშვილის საკუთარი ფულს რაღაცნაირად შეეხო მაგრამ მისმა მინისტრებმა სახელმწიფო ფული რომ მოიპარეს ეს შეიძლება თურმე ბიზინე ევანიშვილის საკუთარი ფულის მოპარვა არ შეიძლება გულწრფელად გეუბნები ბატონო ბიზინე დამოვიდეთ რა ამ მდგომარეობიდან რა ესე თქვენი ფულია და უნდა მოკითხო ყველას და მაგრამ თუ სახელმწიფოს ფული ანუ ჩვენი ხალხის ფული მოიპარეს თქვენმა მინისტრებმა იპარავდნენ სააკაშვილის მინისტრები იპარავდნენ შევარდნაძის მინისტრები ეს თურმე არაფერი არ ყოფილა როცა ეს განწყობაა ქვეყანაში პასუხი ყველამ უნდა ვაგოთ მე უნდა ვაგო პასუხი თუ ოდესმე ხმა მოგესწრი მე არასდროს არ მომიცია თქვენთვის ხმამაღლა ვამბობ და არც მივსულ ვარ ბევრ არჩევნებზე და შეიძლება შეცდომაა მაგრამ ხმარ მომიცია იმიტომ კი არა რომ ვთქვათ აი თქვენს მიმართ მძიმედ განწყობილი ვარ იმიტომ რომ თქვენ ვერ წარმომიდგენი ხართ მე პოლიტიკაში მაგრამ ჰაერივით საჭირო ხარ ქვეყნისთვის მაგრამ არა პოლიტიკაში პოლიტიკის გარეთ ეს არის ძალიან სერიოზული რამ როდესაც კაცმა უნდა იცოდეს შენი ადგილი შენ თუ ბიზნესში ხარ მაგარი იყავი ბიზნესში თუ პოლიტიკაში რაღაცა შეგიძლია იყავი პოლიტიკაში თუ სპორტში რაღაცა შეგიძლია იყავი სპორტში თუ მედიცინაში ხარ იყავი მედიცინაში არ შეიძლება რომ ექიმი იყოს ძლიერი პოლიტიკოსი არ შეიძლება ბიზნესმენი იყოს ძლიერი პოლიტიკოსი კარგად ამბობდა ყველა პრეზიდენტი ამერიკის და დემოკრატიული ქვეყნების პრეზიდენტები ამბობენ რომ ესე იგი ბიზნესმენი პოლიტიკაში ეს კატასტროფაა იმ ქვეყნისთვის ეს არ არის დღევანდელი ჩვენი არისტოტელეს და პლატონის დროიდან მოდის ეს შეფასებები და ეს სახელმწიფოში აქვს ჩაწერილი ამ დიდ გენიოსებს აქვს აი ამ დიდ წიგნში აქვს ჩაწერილი ეს ჩემი მოგონილი არ არის და ამიტომ ნუ გონია რომ რაიმეს შევცვლით ჩვენ ამებას ეს არის როდესაც ქვეყანაში არც პოლიტიკური ელიტა არსებობს არც ინტელექტუალური ელიტას არაფერს არ ეუბნებიან არც ეკონომიკური ელიტას არაფერს არ ეუბნებიან და როცა ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს ბიუროკრატიული ელიტა და როცა ქვეყანაში ყველაფერს წყვეტს პოლიციური ელიტა ეს ქვეყანა არ არის არც დემოკრატიული და ეს ქვეყანა არ არის საქართველო საქართველოში არ შეიძლება ბიუროკრატიული ელიტა წყვეტდეს საქმეს. საქართველოში არ შეიძლება რომ სამხედრო და პოლიციური ელიტა წყვეტდეს ყველაფერს. საქართველო არის ქვეყანა, სადაც უნდა იყოს სული უნდა მართავდეს, როგორც გურამ ქართველიშვილი ამბობს და არა ფული. საქართველო არის ქვეყანა, სადაც ნიჭის ძალაუფლება უნდა იყოს და არა ფულის ძალაუფლება. ნიჭის ძალაუფლების შექმნა ეს ძალიან დიდი დიპლომატიით შეიძლება ამ ქვეყანაში. იმიტომ რომ ფული სიყვარულია ხალხშიც ყველას ხო ხედავთ ესე იგი გარწმუნებთ მე თქვენ რომ ძალიან ბევრს ფული რო არ კონდეს ხელს არ ჩამოართმევენ მაგრამ ფული რომ აქვს ესე იგი უფულო საერთოდ ცოცხალი რატო არ უნდათ მაგრამ ფულიანი აი თუნდაც არ მოწონდეთ მიცი არც გარეგნობა არც განათლება არც კულტურა აი მისი ფულის გამო უყვართ ეს არ არის საქართველო
მომკალით და არ არის საქართველო. მე სხვანაირი საქართველო ვიცი და ვიცი რომ ეს საქართველო ისეთი იქნება როგორიც ისტორიულად მოდიოდა ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ ჩვენ ცივილიზაციის სათავეებთან ვიდეგით როგორ შეიძლება გვასწავლდნენ ის ქვეყნები და არც გვასწავლიან ჩვენ თვითონ ვებრძვით ამ ქვეყანას და ეს არის უბედურება ჩვენი როდესაც ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალა არის სავსე შურის ძიებით ის არის მტერი ქვეყნის შურის ძიებით როდესაც ხარ მაჩვენეთ ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც დღეს ხელისუფლებაში იყო ან ხელისუფლებაში აპირებდა მოსვლას და შურის ძიებით არ იყო ქვეყნისთვის უბედურება პოლიტიკური ძალა რომელიც დავალებულია ქვეყნის გარედან მაჩვენეთ ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც არ იყო დავალებული გარედან მაჩვენეთ ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც ხალხს ემსახურებოდა და არა თავის უცხოელ უფროსებს აი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ეს აი ეს არის მეცნიერთა კონგრესი ეს არის ეროვნული თანხმობის პარლამენტი აი მძნელად მძიმედ მიდის რთულად მიდის 1000 ხელი შეშლებია მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ სექტემბრისთვის სინათლეს ნახავს ხალხი როდესაც საზოგადოებრივ პარლამენტს დაინახავს ვიცი ბევრს შეაშინებენ ვიცი ბევრს ეთქვიან იქ არ მიხვიდეთ რაგინად ვიცი ბევრი ვინმეს რამეს დაპირდებიან მაგრამ კიდე ერთხელ ვიმეორებ ძალიან დიდ შეცდომას დაუშვებთ ყველა აი ხალხმა ვინც რეკომენდაცია მოგცათ და თქვენი რაღაცაზე და ვიღაცაზე გაიყიდებით თუმცა ესე ძალიან კარგი მაგალითია იმისა რომ შემცარა თუნდაც თქვენი რეკომენდატორები და ნუ ალბათ დრო ყველაფერს განსჯის და ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რომ ხელისუფლებები იჭერენ და ასამართლებენ მაგრამ ხელისუფლებებს დრო ასამართლებს ხელისუფლებას უნდა ეშინოდეს არა ხალხის არამედ დროის და ხალხმა უნდა იცოდეს რომ თუ ვინმეს ეხმარება და გვერდით უდგას მას დათური სამსახური არ უნდა გაუწიოს დღეს ყველა მისი ახლობელი რომელიც ჩაჭიდებულია ბიზინე ავანიშვილის ფულს თუ გარედან შემოსულ მასონურ ფულებს ყველა აბსოლუტურად ვნებს როგორც გარეძანებს ასევე შიგნით ბიზინე ავანიშვილს მე ვნახე ადამიანები რომელსაც მილიონები აქვთ მიღებული ბიზინე ავანიშვილის რადგან და მე როგორ ვიკადრებ იმ სიტყვების თქმას რომელსაც ისინი ბიზინე ავანიშვილზე ამბობენ და თქვენ წარმოვიდგინეთ რა სიტყვიან წლების შემდგომ და როგორი შეფასება მიეცემა არაფერი დღეს ყველასთვის არსებობს გამოსავალი ყველასთვის ეს არის ეროვნული თანხმობის ხელისუფლება სადაც ყველა პოლიტიკური ძალა მონაწილეობს მის შექმნაში სადაც ხალხი ამბობს საბოლოო სიტყვას და მივიღებთ პარლამენტს რომელიც არ იქნება პარტიების რომელიც არ იქნება პოლიტიკური და იქნება პროფესიონალების კაცების და პიროვნებათა პარლამენტი იქნება ამაზე უკეთესი რამ რა უნდა იყოს რატომ უნდა გვეშინოდეს ამისი თუ ჩვენში სიძლიერეა სუსტების მოგონილია დაპირისპირება ვიმეორებ დაპირისპირება არის სუსტების მოგონილი სუსტები უპირისპირდებიან ერთმანეთს იმიტომ რომ ამით მოიპოვონ ავტორიტეტი ხალხი ამაზე ტყუდება ძლიერები თანამშრომლობენ სამწუხაროდ თანამშრომლობის განწყობით ვინც არის იმას იგნორირებას უკეთებს ხალხიც და ხელისუფლება ხოლო ვინც წინააღმდეგობაში შემოდის და ვიზეც მორევა შეუძლიათ იმათთან ესე იგი საქართველოში გამოვიდა რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ გთხოვთ აი ან კრიტიკულად შეხედეთ ჩემ გამონათქვამს მაგრამ ჩემი პოზიცია ასეთია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ყველა ხელისუფლება დესტრუქციულთან თანამშრომლობას და ბრძოლას აყენებდა წინ ვიდრე კონსტრუქციულთან თანამშრომლობაზე იყო ორიენტირებული. აი რომელი უფრო სწორია ხალხო, დესტრუქციულთან, იომო, თუ ითანამშრომლო, თუ კონსტრუქციულთან, ითანამშრომლო, კონსტრუქციული ვინ არის? ნებისმიერ ქვეყანაში კონსტრუქციული არის მეცნიერება. მეცნიერება არ ფიქრობს ძალაუფლებაზე, ხელისუფლებაზე, მეცნიერება ფიქრობს მომავლის ქვეყანაზე. პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე, მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. ეს არის განსხვავება პოლიტიკოსსა და ამას შორის, აი მეცნიერს შორის და რა თქმა უნდა ქვეყნისთვის მეცნიერი ჯობს, იმიტომ რომ ის ფიქრობს ქვეყნის მომავალზე და არა არჩევნებზე. ესენი ყველანი არც ყველა გამოსვლა ქუჩაში გამოსვლა პერანგირა ჩაიცვა როგორ გამოვიდნენ ეთახფირებიან 1000 იმიჯმეიკერები ფული აქვს ესე იგი როგორ დაჯდნენ მანქანაში როგორ გამოვიდნენ ქუჩაში როგორ მიესალმონ ხმას რაჭო არადა შინაგანაც ხვები არიან და მე როდესაც მიდიან ხელისუფლებაში იმ შინაგანს ხო ვერ შეცვლიან და ყოველ წუთში ხო იმით რომ მიდიან ხელისუფლებაში გონია რომ ესენი არიან ყველაფერი აი ამან დაღუპა როდესაც
დალაი ლამა ამბობდა რომ ხელისუფლებაში რომ მოყავს კაცი ისიც კი უნდა ვიცოდეთ ბავშვობაში რას თამაშობდაო იარაღი ეჭირა ხელში თუ ხატავდაო აი წარმოიდგინეთ რასთანაა თქვენ ჩვენი ვიცით ვინმე რა მე ამერიკის პრეზიდენტების ბიოგრაფია უფრო ვიცი ვიდრე საქართველოს ხელისუფალთა ბიოგრაფია ვიცი როდესაც საქართველოს ხელისუფლებაში მოდიან იმიტომ რომ ან შეინარჩუნონ რა უკვე მოპოვებული სიმდიდრე წაგლეჯილი სიმდიდრე ხალხისთვის წაგლეჯილი სიმდიდრე შეინარჩუნონ ან კიდე და კიდე უფრო მეტად გამდიდრდნენ ან მოდიან ხელისუფლებაში იმიტომ რომ გამდიდრდნენ არსად ბატონებო ხელისუფლებაში არ მოდიან არც ფულით და არც ფულისათვის ხელისუფლებაში მოდიან პასუხისმგებლობით ხალხის წინაშე მსახურებისათვის აი მითხარით აი ჩამოთვალეთ თქვენ თვითონ თქვენ გულში იკითხეთ ხელისუფლებისად ხალხისთვის მისი იმისთვის ვინ მოვიდა აი როცა სიმდიდრე აქვს ადამიანს როგორიც არ უნდა იყოს როგორიც აი კიდევ ერთხელ ვიმეორებ როგორი გენიალური ისიც არ უნდა იყოს როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში დღეს მდიდარი იყო აი ბოთუას აღარ მოიყო უშენ წინავას აქვს უნიკალური გამონათქვამი რომ როცა ყველას უჭირს შენ მდიდარი რო იყო კლად ღირსეული კაცი ვერ ყოფილხარ ხა ცოტა პერიფრას ვაკეთებ მე ეს დიდი გენიალური ფილოსოფიური ნათქვამია ის უდიდესი პიროვნება იყო აი ამიტომ დღეს აი ამ სიმდიდრეზე რო ხარ ჩაჭიდებული და თქვენ რო გონიათ აი ამ მანქანებით დადიხართ და ქუჩაში ვინც ფეხი დადის იმას რომ დაცინით ლამის და მე არაერთგზის მიბრძნია ეს და ბევრ შეიძლება უფიქრე შენ გუბერნატორი იყავი მე მებრძოდი მე აგერ ხედავ რა მანქანით დავდივარ და მე ბედნიერი ვარ თავისუფალი ვარ საკუთარი თავით დავდივარ არაფერი არ მაშინებს თქვენ იკითხეთ მე არც თქვენ არ გაგჯით მაგრამ თქვენ რომ ეს ვიწრო აზროვნება რომელიც არის გამარჯვებული ქვეყანაში და გონიათ რომ სახლი რო გაქვთ მანქანა რო გაქვთ და ესაა თქვენი სიმდიდრე საკუთარი თავით იარეთ სხვისი მონები ნუ ხართ ნუ აქციეთ ქვეყანა მდიდართა მონებად დღეს საქართველო არის მდიდარი მონების ქვეყანა ანუ პრაქტიკულად მდიდრდები მაშინ როდესაც ვიღაცის მონახტები ბედნიერია თავისუფალი ადამიანი ვისაც არ შეუძლია რომ მონა იყოს ვისაც არ შეუძლია გადასარევად თქვა და უნიკალურია მართლაც და უზნაძის ქვეყანა ვარ ჩვენ გლახები და ღარიბები იმიტომ კი არ ვართ ესე იგი გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართო დააგვერდით გლახები და მონები იმიტომ კი არ ვართო რომ ღარიბები ვართ იმიტომ რომ გლახები და მონები ვართო შეაბრუნა მან აი ამ წიგნებზე ორივეზე უკანაა ეს გამოტანილი ეს უზნაძის ეს გენიალური სიტყვები რომელიც დამაფიქრებელი უნდა იყოს ყველასთვის აი გუშინ წინ გელა ხუნწარიძის წყალტუბოელი ბიჭია რავი თან გადაყვა ამოცნებას აბსოლუტურად დაძდებდა იმასთან მე არ შევაწუხი არჩევნები რო იყო იმიტომ რომ ხედავდი იმას რომ პრაქტიკულად კარგი ხელოვანია მაგრამ ოცნების მონა იყო და ვიფიქრე იყავი შემთთვის ესე იგი გამოფენა ყველაფერი სასწაულიდან ხალხი მოვიდა საზოგადოება მოვიდა ხალხს იმედი მიეცა რომ ქვეყანაში ასეთი ხელოვანია ცხოვრობს წყალტუბოში და ასეთი საზოგადოება ხავს და ხალხი მიდიოდა გვაკვირებული რომ ამ ქვეყანაში ამ ხალხის ქვეყანაში ღარიბად ცხოვრობდა იქ რა იყო ძალიან ერთი მეათასედი ნაწილი ალბათ იმ დიდი სიმდიდრისა რომელიც ადამიანების სახით ყავს ჩვენ ქვეყანას მაგრამ ეს განწყობა შექმნა ერთმა პატარა შეხვედრამ და რაღაც დიდი იმედი მიცა ყველას და იმის შემდგომ რამდენიმე დღე გავიდა და იმის შემდგომ ერთი ტელევიზია არ მოვიდა ერთი აბსოლუტურად არავინ და ერთი სიტყვაც არ თქვეს აი აგერ დღეს ძალიან რაც მომეცა საშუალება კალბატონმა ლალი ბაშალეიშვილმა მისი ძმა დემურ ბაშალეიშვილი უწყინვალესი პიროვნება მისი ლექსების ის გამოუციათ კითხულობდი და ფიქრობდი იმას რომ აი ხლა ბატონი დემური ისეთი საზოგადოებრივი კაცი იყო დღეს ცოცხალი რომ იყოს გარდაიცვალა და დეპუტატი რაღაც სასაური მოკართულე განათლებული ენციკლოპედიური განათლების მქონე პიროვნება იყო ძალიან ძლიერი აკადემია შექმნა რაღაც ამის იმ და ფიქრობდი იმას რომ ესე იგი ესო ცოცხალი იყოს ახლა ალბათ მაინც გაარღვევდა რაღაც ტელევიზიაში მივიდოდა ამ ლექსიდან ვის უნდა დღეს ლექსი არ უნდათ მე ამ დღეებში გავიგე აღარ მინდა დავაკონკრეტო მაგრამ ესე იგი ჯორჯ კობი ამერიკაში წავიდა პირველი ქართველი უნიკალური იმპერია შექმნა ყველაზე მდიდარი პირველი ქართველი იყო ამერიკაში წასული არის ესე იგი რაჭიდან კობახიძე იყო გვარად გიორგი კობახიძე და ჯორჯ კობი ასე არის ცნობილი იმაში რაღაც სასაული რამეები გააკეთა ამერიკაში და ელენე გეგეშიძემ მოაწესრიგა ის რომ თქვა მუზეუმის შექმნა დაიწყო იმ სოფელში სადაც დაიბადა და
ესე იგი მე არავინ არ შევაძრუხე ტაქსი დავიქირავე და ჩავედი ამ სოფელში რომ მისულიყავი რომ მეგონა რომ მთელი ხელისუფლება და ყველა იქ იქნებოდა ერთი ვინმე მაშინ მივხვდი მე რომ ესე იგი წარმოვიდგინეთ ჩვენ ასეთი პიროვნება გვყავდა ამერიკაში ეს 1-2 წლის წინანდელ ამბავს ხვდები და არაფერი ეხლა დაჭირდათ ის რომ ტელევიზიით აჩვენონ რომ ამერიკელები ამბობენ მის ნაცნობები გადაიღეთ რაღაც და გამოგვიგზავნეთო და ერთ-ერთი ტელევიზია სახელისუფლებო ტელევიზია თხოვს რომ ეს რისი საშუალებები გააჩნია ოჯახს თხოვს იმას რომ 12-14 კაცი უნდა ჩამოვიდეთ 10 დღე რა თუნდა ვერ გავიგე მაგრამ უნდა ჩამოვიდეთ უნდა გადავიღოთ ეს ისა ყველაფერი და თქვენ უნდა 250 ლარი როდის ერთი სასტუმრო ანუ ერთი კაცი რო დაჯდება ესე წარმოიდგინეთ 10 დღის გავლ 2500 ეხა 12 რამდენი და არ შემდგომ ამ ქალბატონს ალბათ ესე იგი მაქსიმალური რაც შეუძლია რომ ეს ნაცისაობაში და ამაში მოიფიქროს 1000 ლარი აქვს ფული გახდა ყველაფერი ქვეყანაში ფულის ბატონობის ქვეყანაა ეს ქვეყანა წავშალოთ ხალხო რა ეს წავშალოთ რა ფულს მაშინ აბზალა როცა ჭკვიანი ხალხის ხელშია და რაც უფრო უნახავმა რანახაო აი უნახავმა რომელმაც არაფერი რო არ ქონდა მანქანა რომ იყიდა რაღაცა სტატუსი მიიღო და ასე შემდგომ ყველაფერი თვითონ გონია ადამიანი გაიზომება მაშინ როდესაც ფული არ აქვს ან როცა ფული აქვს როცა ფული არ აქვს როგორ იქცევა რომ არ კარგავს ღირსებას და ღირსებას არ კარგავს მაშინ როდესაც დიდი ფული აქვს საქართველოში ერთის და მეორეს და განსაკუთრებით ვისაც დიდი ფული აქვს იმათ თავი მოიჭრენ საერთოდ იმათ არ აინტერესებთ ადამიანები არ აინტერესებთ ის საქართველოში რაც ხდება რაც მნიშვნელოვანია და რაც ბევრი რამ რომელიც მართლაც სასარგებლოა ამ ქვეყნისთვის მე ერთი რამის იგივე ტრიალებ მუდმივად ხალხო ადამიანებო აი ვისაც ოდნავ გინდათ რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს ამ ქვეყანას დღეს როგორც არასდროს ჭირდება რომ ქვეყნის შიგნით ცოტა გავათფოთ ერთმანეთთან ურთიერთობები ცოტა გავათფოთ მეც არ არის სწორი როგორც ლაპარაკობ ახლა მაგრამ აი ვთილობ არავის არ მინდა გავლანძღო და რაღაც და ვთილობ რომ აი ყველას და ვთქვი მე რომ თუ ვინმე რამე გეწყინათ ჩემგან გოდის გიხდით ანალოგიურს არ ვიტყო თქვენგან მაგრამ არ შეიძლება იყო ხელისუფლებაში და შურის ძიებით იყო მე შენ დაგიჭერ მე შენ გაგასამართლებ არ შეიძლება კიდე ხელისუფლებაში მოდიოდე იმით რომ მოდი ყველა გავერთიალდეთ ერთი წინააღმდეგ და დავაყენოთ ის კაცი კუთხეში ანუ ორი უკიდურესობაა და ორივეს ეშინია რო წავიდეს ასპარეზიდან აბა რომელიმე რო თქვას რომ ხალხო მოდით ვისაც აქ მის გაკეთება შეგიძლია მოდით რა ჩვენ რა ის კი არა ვართ თუ შეგიძლია მეც გაკეთება მოდი დავდგეთ ხალხის წინ თქვით თქვენ რა შეგიძლია ჩვენ რა ერთად დავდგეთ ხალხის წინ სოფელი ჩავიდეთ რაიონში ჩავიდეთ მეცნიერებათა აკადემიაში მივიდეთ გამოვიდეთ და ხალხმა შეხედოს ვის თავი გვაქვს ალაპარაკებენ ვინმეს ვისაც ვის წინააღმდეგაც ბრძოლა ესე იგი შეუძლიათ იმათ ებრძვიან თორე აბა მეცნიერებთან ლაპარაკი არ შეუძლიათ და იგნორირებას უკეთებენ იგნორირება არის ყველაზე მძიმე პოლიტიკური განაჩენი ყველაზე მძიმე პოლიტიკური განაჩენი არის იგნორირება რას ნიშნავს ეს არ არსებობს ესე იგი მეცნიერთა კონგრესი 500 კაცი რომელმაც ეს ისინი პროგრამები შექმნა დაწერა რომელსაც ესე იგი საერთაშორისო აი ვთქვათ აი ამ ერქარდის ფონდში ამბობენ რომ ასეთი პროგრამა ჩვენ არ გქონდა გერმანიას ფეხსა რო ვაყენებდით როცა დენსიაუპინის ფონდთან ურთიერთობები გქონდა ისინი ამბობენ საოცარია როდესაც ქართველი და უცხოელი ექსპერტები ამბობენ სასაული რამეა და ასე შემდგომ ეს არ აინტერესებთ ჩვენ გვეუბნებიან ექსპერტები რად გინდათ ეს პროგრამები გადაყარეთ ეს სიგნები არავის არ ჭირდება დღეს აბა რა არის საჭირო მოიგონეთ კარგი ტყუილი უთხარით ხალხს გამოყვებათ ხალხი მოიგეთ არჩევნები და აკეთეთ რაც გინდათ დინახავთ ეს ქვეყანა არის არა მეცნიერება იმიტოა ძლიერი რომ არ ცვლის პოზიციას და ამბობს რომ ჩვენ სიკეთით გამარჯვება გვინდა ამ ქვეყანაში ეს არის უმნიშვნელოვანესი რამ დღეს ძალიან ბევრი ვინმე კითხულობს ახლა აი მე როცა საუბრობ იმაზე დაჭერების წინააღმდეგი რო ვარ ჯერეთი აი ქუთაისში არ მოდიხართ ეს ტელევიზიები და ისინი თორე ერთი მაჩვენეთ ვინმე ერთი კაცი რომელიც დავიჭირე ერთი კაცი არ იყო დასაჭერი უამრავი ნებისმიერის დაჭერა შეიძლება ქვეყანაში დღეს ნებისმიერის თუ ამას მიზნად დაისახავ ეს არ უნდა მოგივიდეს აზრად თავში ადამიანს უკვე ბოროტი ხარ როდესაც ხვის დაჭერაზე ფიქრობ ეს ბოროტებაა თავში ჩასახლებული ეშმაკი ყავს თავში უკვე დაჭერით არაფერი არ იქნება დღეს თენგიზ დიხამინჯიაც გაკვირებული დარჩა მაგალითი მოიგვა როდესაც ქალაქის მერად ჩავედი პირველი შუბლაძე იყო ძალიან ცნობილი პრორექტორი იყო ტექნიკური უნივერსიტეტის და ესე იგი მერე გახდა ზვიად გამსახურდია საავტომობილო ქარხნის დირექტორად დანიშნა და მე როდესაც მივედი
იმათ მე მასე ნაწყენი უნდა ყოფილიყავი, იმიტომ როცა პარლამენტიდან წამოვედი, პირველი ქარხნის დირექტორს დაუწერე განცხადება, მე ქალაქის ხელმძღვანელი ვიყავი, წავედი ხო პარლამენტში და როცა მოხდა რაღაცა და წამოვედი იქიდან, დაუწერე განცხადება, რომ მუშად მიმიღეთ საავტომობილო ქარხანაში თქო. რომ მივიდე ეს განცხადება მასთან, ხო, ცნობილია რომ წაიკითხეს განცხადება, ესე იგი ჩადო იმაში ჩანთაში წამოვიდა თბილისში დასათათბირებლად რა ვქნაო. და მე ისიც კი ვერ გაბედა. ამიტომ მე შეიძლება ნაწყენი ყოფილიყავი, მაგრამ რა დროს ამაზე იყო ლაპარაკი, მოვიდა ბატონი ასანიძე მირეკავს და მეუბნება რომ მოვაო თქვენთან ხელმძღვანელი სამსახურის ხელმძღვანელი და რაღაც უნდა მოგახსენონო და ბატონი ოტიესელიანი იყო ჩემთან. შემდეგ როცა მოვიდა მითხეს რომ მისაღებმა მითხრა რომ მოვიდა, მე ვთქვი შემოვიდეს მეთქი. არა მარტო ითხრებ შეხვედრაზე. რა პრობლემაა მე ვთქვი ოტიესელიანია. ოტიესელიანია მუდმივი და მე ვარ ვინ დღეს ვარ ყველა არ ვიქნები. ოტიესელიანთან რა მაქვს დასამალი მეთქი. შემოვიდა. თქვი მეთქი რა გაქვს სათქმელი. სიხარულით მეუბნება რომ ავტოქარხის დირექტორი დავინიჭირეთ. მე ვთქვი რა გიხარია ბიჭო. ოტიესელიანის სახტად დარჩა და პირველად ნახე ხელმძღვანელი ამბობდეს რომ არ გაუხარდა რომ დაიჭიროს. რატო უნდა გამიხარდეს ვინმეს დაჭერა? რატო? ვინც არ უნდა იყოს იგი? თუნდაც სწორად იყოს თუ არასწორად იყოს დაჭერილი. ციხე არაფერს არასწორებს. ციხე აუბედურებს ქვეყანასაც და აუბედურებს ოჯახსაც და ყველაფერს. აი ამიტომ მე ყოველგვარი ამის ყველა დასაჭერი ვაკედა რომ მივდიოდი, დავალება რა მომცეს პირველი ადმინისტრაცია, ყველა დირექტორი დასაჭერია, ყველა ესე აბა ერთი დირექტორი გამოვიდეს ვინმე რომელსაც შეუძლია თქვას რომ საქმე ჩააწყო, ანის მე მივედი და ვთქვი, ყველას დაჭერა შეიძლება, მე არ ვკითხულობ ძველ რამეებს. მე უყურებ მომავალს. მე არ ვიცი ძველი ისინი. თუ პოლიცია და ვინმე რამეს ნახავს, ეს მათ საკითხია, მე ამაში არ ვერევი. მე არავის დავალებას არ ვაძლევ. აი მოგიდეთ ხელი და აი დღეიდან ვიწყებთ რა. სასაული გააკეთეს ამ დირექტორებმა, უფრო მეც ვამბობ. 3 თვე, როდესაც ჩვენ ქუთაისში პარიზის დღეები ტარდებოდა, მაისში იყო ეს. და ჩვენ მივდიოდით 22-დან 29-მდე იყო მაისში ეს დღეები პარიზში. და ჩვენ მივდიოდით 96 წელზეა ლაპარაკი. და ჩვენ ესე იგი გამოვაცხადე რომ მარტი, აპრილი, მაისი არც საათის შემოწმებელი თქვენთან არ შემოამეთქი. თუ სადმე რომელიმე შემოწმებელი შეგაწუხებს თბილისიდან წერილი გავაგზავნე პრეზიდენტთან რომ ერთი შემოწმებელი არ ჩამოვიდეს მეთქი ქუთაისში. ყველას აუგზავნე საგადასახადოს, ყველა კონტროლის პარატეზი ყველას აუგზავნე შესვლასადმე. ამაზე დიდი ბიუჯეტი ქუთაისს არ ქონია. როცა ადამიანებს ღირსებას არ შეულახავ, როცა ადამიანებს პატივისცემით ეკიდები, თუნდაც შენი მტერი რომ იყოს, ისიც კი შენს მიმართ კეთილგანწყობილი ხდება. როცა ამას აკეთებ, როცა დაჭერაზე ხარ ორიენტირებული და ეძებ რომ დაიჭირო ადამიანი, უკვე ცუდათაა შენი საქმე. შენ ხარ ბოროტი და არა ის, ვინც ამას აკეთებს. აი ამიტომ მე არავინ არც დამიჭერია და აი თუ ქუთაისში დღეს რომ ვლაპარაკობ რომ მასწავლებელი 3-ჯერ 4-ჯერ მეტხელფას იღებდა, რომ თქვათ პირობები უკეთესი და ნუ რა ვიცი, ბევრი სხვა რამ 1000 რაღაც შემიძლია მისაღები გამოცდებიც კი იმ წესით ქონდა, ახლა რომ ამბობს კობახიძე და ვლაპარაკობს იმას რომ ვითომ ახალი ამერიკა აღმოაჩინეს, ეს ქუთაისში ქონდა ჩვენ 94 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება რომ მისაღები გამოცდები არ ყოფილიყო უნივერსიტეტებში. და სკოლის ნიშნები წასულიყო, სკოლისთვის გვეცა პატივი, მასწავლებელისთვის გვეცა პატივი, ეს ქუთაისში ხო იციან, ხო ისმენენ ამ გადაცემას ქუთაისში, ცეხლა და ვინმე ხო დაწეს მე თუ ტყუილია რაიმე ან მზადვა რომ ჩავიდეთ და უთხრათ, სასწაული რამეები გააკეთეს და გითხრეს, გვირჩიეს მეცნიერება და გავედით ამ მიზნებში. არავით არის დაჭერა. ვინმე ერთი მიტინგი დაგვირბევია ქუთაისში. ერთი ვინმე მიტინგზე, ესე იგი რაიმე ქუჩაში მარტო დავდიოდი. არავით არის ერემოს ვანაძე აცხონოს ღმერთმა ეთქა მესხიშვილის თეატრში მთელი ოპოზიცია შევხვდი, მოვედინა შევხვდი რომ გამოვედი იქიდან, წამოვედი ფეხით მესხიშვილის თეატრიდან და რომ მოვედი მერიასთან უკან დავინახე ერემოს ვანაძე მომყვება. მე ვთხარი ბატონო ერემო, თქვენ ასე უკან რატო მაინცო ვიფიქრებო ვინმემ რამე არ გაუკეთოს. წარმომიდგენიათ ახლა არა ხელა კაცი იყო ერემოს ვანაძე, მაგრამ ეხლა ეს მთელი ცხოვრება მახსოვს, მაგრამ ვინმე ზედმეტი ყოველ საღამოს ყოველ პარასკევს ქონდა გისმენთ პრეზიდენტის წუნებული, გისმენთ ქალაქისმერი, ერთი ზედმეტი სიტყვა, ისეთი კულტურა აქვს ქუთაისს, ისეთი ხალხი ცხოვრობდა, რომ ერთი ზედმეტი სიტყვა უთქვამს ვინმეს, ხალხს ვცეთ პატივი. ხალხმა იგრძნოს, რომ ჩვენ ხალხის განწყობით ვცხოვრობთ, რომ ჩვენ ისევე ვცხოვრობთ, როგორც ხალხი ცხოვრობს. ჩვენ ისეთივე საქმეს ვჭამთ, როგორც ხალხი ჭამს. ჩვენ ისეთივე ადამიანები ვართ, როგორც ხალხია და ნუ გავაკეთებთ იმას, რომ ჩვენ რაღაც პრივილეგირებულები ვართ და თანამდებობა რაიმე პრივილეგიას ნიშნავს და სასწაული მოხდება ამ ქვეყანაში. სასწაული. მით უფრო თუ მეცნიერთა პროგრამებს მოусმენთ. ეხლა მეკითხებიან იმას, რომ კაც ჯოხი დაარტყა პოლიციელს იმან არ არის დასაჭერი. დასაჭერია.
მეუბნებიან ქალმა პოლიციელს ჩაარტყა ხელი, დასაჭერია. მაგრამ ეგ ეკითხებით თქვენ იქეთ გიბრუნებთ კითხვას. პარლამენტში მდინარაძე რო გიცემეს ტრიბუნასთან დეპუტატმა, იგი არ იყო დასაჭერი. არ იყო იგი დასაჭერი. რატო არ დაიჭირეთ ის? მართალი ხართ ამაში? ვისაც გინდა იჭერთ, ვისაც გინდა არ იჭერთ. პარლამენტში ამბები ხდებოდა, ნახევარი პარლამენტი ციხეში უნდა იყოს იმის გამო, ვინ ვის ბოთლი ესროლა, ვინ ვის სახეში გაარტყა, ვინ ვის კიდე სახეში რა გაუკეთა, ვინმე არის დაჭერილი, ვინმეს მოთხოვეთ პასუხი. მაგრამ ხო უნდა წაიკითხოთ მერაბ მამბარდაშვილი, ეს უნიკალური ფილოსოფოსი, რომელიც ამბობს, რომ მიტინგი არის ემოცია, მიტინგი არის აგრესია. ამიტომ მიტინგზე ადამიანი მართვადი არ არის, არამართვადი ხდება. თქვენ არამართვად ადამიანს რომ იჭერთ, უკვე დანაშაულში ხართ. მიტინგზე ადამიანები უმართავი ხდებიან. თავარია რომ მიტინგი არ იყოს ქვეყანაში და ქუჩის პოლიტიკა არ იყოს. არ გამოგეცხადებინათ რომ ევროპასთან და ამერიკასთან წვეთ ამ არ გამოგვეყანათ ეს ჯარები, იმაში და არავინ არ გამოვიდოდ ეს ხალხი. ვინ არის ისტორია იტყვის, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის განცხადება, რომელიც პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. ისტორია იტყვის, რომ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ ესე იგი ჯარი გამოიყვანეს ქუჩაში. ისტორია იტყვის იმას, რომ შეცდომა ის კი არ იყო, რომ ხალხი გამოვიდა ქუჩაში. რომ არ გამოსულიყო, ეს იქნებოდა სირცხვილი. ესა თქვენ რო გონიათ რა ნაციონალები, რისი ნაციონალები, ხალხი გამოვიდა იმიტომ, რომ ხალხი ფიქრობს იმას, რომ ევროპა, ამერიკა არ არის კონკრეტული ხელმძღვანელები. საქართველოს მუდმივად ჭირდება კონტაქტები ევროპასთან, აზიასთან, აფრიკასთან, ნებისმიერ კონტინენტთან, ყველასთან ჭირდება ჩვენ კონტაქტები. როგორ შეიძლება რომ თქვათ ევროპას და ამერიკას ჩვენ ამ ტონით ველაპარაკებოდეთ და ირანში ჩავდიოდეთ 9 ჯერ და ესე იგი ევროკავშირით, ევროპის ხელმძღვანელებთან დაპირისპირებულ ორბანთან 17 თუ 18-ჯერ ჩავიდეთ და ველაპარაკოთ ახლა. ეს ხო წარმოუდგენელი, ეს ხო ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკაა განსაზღვრელი და არა ადამიანური ურთიერთობები. საქართველოს ჭირდება სწორედ ის ხელისუფლება, რომელიც ვიმეორებ, ხალხსია ორიენტირებული, მეცნიერულად მართავს, მეცნიერებას ეყრდნობა, არ არის ბოღმა, არ არის დეპრესიული, არ არის აგრესიული, არ არის ემოციური და სიბრძნით მართავს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ხშირად მოწონთ ის, ვინც გამოვა და მე ნახე პრემიერები და მე თვითონ ნახე რა თქმა ის თქვა ქუთაისის ტორპედო თამაშობს სტადიონზე, ჩვენ და ლოკომოტივი ხდებით, გადამწყვეტი თამაშია და ჩვენ და თბილისის დინამო თამაშობთ. მაგრამ სამი რამ ხდება, რა გვედით, რომ ასეთი რამ ისტორიაში, ფეხბურთის ისტორიაში საქართველოში არ ყოფილა. მოიგებდა თბილისის დინამო ჩემპიონი ხდებოდა, მოიგებდა ქუთაისის ტორპედო ჩემპიონი ხდებოდა, მოიგებდა და ჩვენ შორის დამთავრდებოდა ნიჩია, ლოკომოტივი ხდებოდა ჩემპიონი. ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩვენ ნიჩია დაგვემთავრებია, რომ ლოკომოტივი გამختارიყო ჩემპიონი, იმიტომ რომ ლოკომოტივის სტადიონი იხსნებოდა და პრეზიდენტი და ყველა იყო ლოკომოტივის მხარეს. და იქ მახსოვს, რომ შესვენების დროს რაღაც უკადრებელი თქვა რკინიგზის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილე. ჩემ ცხოვრებაში ასეთი რამ, თავისთავად ვიცოდი ყველაფერი და მე ვთხარი, რომ დაკრა ვერც აქედან ბურთივით გადაგაგდებ მინდორზე მეთქი და ტაში დამიგრეს ქუთაისელებმა. მაშინ მივხვდი, რომ მე ის არ უნდა მეთქვა, მაგრამ მაშინ მივხვდი იმას, რომ რა მოწონს ხალხს. ხალხს მოწონს აგრესიული. აი, როდესაც აი ესეთ იმას. რა თქმა უნდა, მე შინაგანი იმით ვთქვი და შინაგანად ვაჟკაცი უნდა იყო კაცი, მაგრამ ის ხმამაღლა მე არ უნდა მეთქვა, მე მაინც ქალაქის მერი ვიყავი. ან თუნდაც, როცა მთელი დასავლეთ საქართველო გამორთეს და მივედი და ჩავთე, გავართხილე და უთხარი, არა, მე ჩავთავ მეთქი და რომ მივედი იქ. და არავის არ პოლიცია ყველა გავჭერი ეზოლი და შევედი და ჩავთე ვარცებ გეში. წყალს აქცევდნენ, დღეს ვლაპარაკობენ, სააკაშვილმა შუქი მიცაო, სააკაშვილმა შუქი წაართვა საქართველოს. დაკიდა ის, რუსების ხელშია დღეს, მე არ მიმიყიდია ის. როდესაც მე ამას ვაკეთებდი, საქართველოსი იყო მთელი ენერგეტიკა და ჩვენი ვიყავით დიდარი ქვეყანა. მიყიდეს, ჯერ ამერიკელებს ჰქონდათ ხელში და ამერიკელებთან მე იმუშავა ნაციონალურ მოძრაობამ და ამერიკელებმა მიყიდეს რუსებს. გავყიდეს ჩვენ, საქართველო გავყიდეს და მიყიდეს რუსებს. მე არ მიმიყიდია ის. მე მაშინ ვამბობდი, რატო აქცევთ წყალს, ხალხს წყალი მიეცითო, მაგრამ რატო აქცევდნენ, იმიტომ რომ ხალხს ეთქვა, ოღონდ შუქი მოგვეცით და გაკიდეთ ყველაფერი, ხესები და ასეც მიიყვანეს ხალხი იქამდე, რომ აი ეს უბედურება გაუკეთეს ამ ქვეყანას, უბედურება. ყველაზე დიდი სიმდიდრე, ენერგეტიკა საქართველოსი არ არის. ყველა სახელმწიფოს, აგე EDF-ი აქვს,
საფრანგეთი სახელმწიფო ენერგოსისტემა საქართველოში ამ პატარა ქვეყანაში ენერგეტიკის სავსე ქვეყანაში ყველაფერი არის რუსების ელექტროენერგიის ფულს ვიხდით სახში რუსებს უხდით ფულს წყლის ფულს ვიხდით რუსებს უხდით ფულს დასუფთავების ფულს რუსებს უხდით ფულს ესე იგი თბილისში და ამას ლაპარაკობენ ესენი ვინც ეს გააკეთა ისინი თურმე რუსეთის მოწინააღმდეგენი ყოფილან აი როცა ეს იდეოლოგია ქვეყანაში ძნელია რაიმეს გარკვევა მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს დეტალები რატომ მოვიყვანე არ ჭირდება ბატონებო აი როდესაც თქვათ პოლიციელზე მიტინგის დროს დასავლეთი რატოა ძლიერი არ იჭერენ იმას მაღაზიებს არბევენ ტეხენ გამოაქვთ ყველაფერი არბევენ ესე იგი 50 მაღაზია თუ იმაში ეკლებ ლოს-ანჯელესში და მაშინ დალეცეს ყველაფერი გამოიტანეს მთელი მაღაზიაში რა სიმდიდრეც იყო გამოიტანეს ერთი კაცი არ დაუჭერიათ ვინც ის გამოიტანა იქიდან მაგრამ ორგანიზატორებს იჭერენ ჩვენთან ორგანიზატორები დადიან წყნარად და იჭერენ ადამიანს რომელიც თავისი განწყობით მოვიდა და თუნდაც ჯოხი რაღაცა გამოიყენა კი მაგრამ ვიმეორებ მე ყველას გეუბნებით თქვენ აგერ მე არ ვიცი ვის კონდა მაგრამ 26 მაისს როცა ჩვენ ვიდექით მე გაუცებული დავჭი რომ ჯოხები დაურიგეს ხალხს ეს ვიღაცას მაინც სპეციალურად გაუკეთებია ყველა ჩვენ მიტინგის მონაწილეებს ჯოხები დაურიგეს ესე იგი ჯოხი რატო გაქვს ხელში იმიტომ რომ ვიღაცის წინააღმდეგ უნდა გამოიყენო ჯოხი რისთვის გაძლევენ ამას ხო ესე იგი ჩვენ გაფწირეს დასაჭერად თუ რა არის მე არ ვარ ბატონებო ის პიროვნება რომელიმე იმას ამარი პირიქით მე მისვამე როგორც ძალიან კაცს მაგრამ ვიმეორებ სამართლიანი უნდა იყოს როცა იჭერ პოლიციელზე ჯოხის დამთქმელს სწორი ხარ მაგრამ როცა არ იჭერ ტრიბუნასთან რომ გალახეს კაცი უკვე არასწორი ხარ მაშინ არც ის უნდა დაიჭირო ამიტომ ყველას მოგმართავთ მე ძალიან ბევრი პროფესორი და ამისინი აგერ ვახში ჟვანიას მიაყენა შეურაცხყოფა ამ უკეთილშობილეს პიროვნებას როცა გყავს აი ერთ-ერთმა პიროვნებამ მე ვეუბნები ყველას რომ ინტელიგენტი ის არის ვინც ხალხს იცავს ხელისუფლებისაგან და არა ის ვინც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან ხელისუფლება არ უნდა ჭირდებოდეს ხალხისგან დაცვა ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ხალხის ნაწილი როდესაც ქვეყანაში ხელისუფლებას ხალხისგან დაცვა დაჭირდება ის ხელისუფლება იმ ქვეყნის ხელისუფლება აღარ არის და ინტელიგენტი თავისთავად არ არის ის პიროვნება რომელიც ხელისუფლებას იცავს ხალხისგან ბევრი რამ გვაქვს ჩვენ გასასწორებელი ბევრი რამ მაგრამ დღეს თვითას დავიწყე იმით მინდა დავასრულო და ვთქვა ბატონებო დღეს არ არის ერთმანეთის განკითხვის დრო ეს დღეს არ არის დაპირისპირების დრო დღეს არც დაჭერების დრო არ არის დღეს არის იმის დრო რომ გავათფოთ ურთიერთობები მე არ გეუბნებით რომ შევიყვაროთ ერთმანეთი ეს ბიოლოგიური სიძულვილი უნდა დავამარცხოთ არ შეიძლება რომ პოლიტიკური ძალები ბიოლოგიური სიძულვილით იყვნენ არ შეიძლება რომ ყოფილი პრეზიდენტი ხალბატონი ის ასე გამოდიოდეს და ლაპარაკობდეს თქვენ ვინ იქნებოდით რისი პრეზიდენტი იქნებოდით თქვენ რომ არ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი თქვენი ნათქვამი დღეს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს ხალხში იმ ადამიანების ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრები იყავით თქვენ რო განსჯით დღეს და რატო დაიჭირეთ რომ ამბობდეს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ მუშაობს ერთხელ გეყოთ გამჭრიახობა გეყოთ ერთხელ იმეს დაეთათბირეთ და აი ვისაც რაღაც უბედურებებში გაქვთ მონაწილეობა მიღებული თქვით რომ გადიხართ გარკვეული პერიოდი პოლიტიკური ასპარეზიდან თქვენ რო გახვალთ აქ ხალხის შემოვა პოლიტიკურ ასპარეზზე და ხელისუფლებასაც ან აიძულებენ რომ წავიდეს სწორი გზით ან ხელისუფლებას გაუშვებენ ვიდრე ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციაში ვიდრე ეს პრეზიდენტი და ყოფილი პრეზიდენტია კიდევ ოპოზიციაში ვიდრე ის ხალხი რომლებიც იჭერდნენ ვიდრე ისინი გამოდიან დღეს სპორტსმენია თუ ვინმე რომელიც მაშინ როდესაც იჭერდნენ სააკაშვილი იჭერდა ესე იგი უსულგულოდ ექცეოდა ხალხს და ხრეთდნენ ადამიანებს ხმას არ იღებდა ყველა ამ ადამიანის გამოსვლა დღეს არის ამ ხელისუფლების სასარგებლოდ გაჩვენდით მაინც გაჩუმებასაც დიდი კულტურა და დიდი რამე ჭირდება. აი გეუბნებით მე თქვენ რომ ვისაც არ გაქვთ ხმის ამოღების უფლება, იმიტომ რომ თვითონ გაქვთ მონაწილეობა მიღებული ცემაში, დღებაში, გაჭერებში, თვითონ მოსული ხართ სხვისი საშუალებით და ესე იგი დღეს დადიხართ თელ მსოფლიოში და მართლა პრეზიდენტი გონია თავისთავი და ისინიც კიდე უცხოელები ძალიან დიდ შეცდომებს უშვებენ, დაანებეთ რა თავი ამას. გეყოთ ჩვენ ვართ ის ძალა ქალბატონ სალომეს მიმართა რომელმაც მოგწერათ მეცნიერთა კონგრესმა მოგწერათ რომ ქალბატონო სალომე არ იქცე მხარეთ და ქვეყანა გადარჩება თქვენ ეს თხოვნაც კი არ შეასრულეთ მეცნიერების და მხარედ იკეცით
ხარედ რომ იქცით, აღარაფრის უფლება აღარ გაქვთ უკვე. პრეზიდენტი არ შეიძლება ხარედ იქცეს. რომელი ქვეყნისაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს იგი. პრეზიდენტი რომელიც ხარედ იქცევა, ის უკვე დამთავრებულია. მით უფრო პოლიტიკური ძალების მხარეს შედგება. პრეზიდენტი რომ ხალხში გადასულიყო და ორივე პოლიტიკური ძალისთვის ეთქვა, რომ მე არც ერთი არ მჭირდებით თქვენ და მე არც მე მჭირდებით, არც თქვენ მჭირდებით. მე წავიდი ხალხში, გასულიყო ხალხში, ჩვენ სხვა საქართველოში ვიცხოვრობდით, მაგრამ არა. პრეზიდენტმა კატასტროფულად მძიმე გადაწყვეტილება მიიღო. როცა მეცნიერთა კონგრესმა თხოვა, რომ ნუ გახდები მხარე და მოდით შევერთეთ თქვენ პრეზიდენტი, მეცნიერები და ხალხი. სხვა საქართველოში ვიცხოვრებდით. ამიტომ დღეს მაინც გვეყოს ყველას, მე ჩემ შეცდომებზე მოვიხადო ბოდიში და მოვინანიო ესენი. თქვენ შეცდომებზე ყველა რომ ლაპარაკობთ მართალი ვართ და ყველა თუ მართალია ქვეყანაში უსამართლობა რატოა? ყველა თუ კარგად მუშაობთ, ქვეყანა ცუდად რატომ ცხოვრობს? ჩვენ შეურაცხყოფა მოგვაყენეს ბევრ რამეზე. იტალიაში ჩასვლით, პრემიერ-მინისტრი ჩავიდა, პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერი, საგარეო საქმეთა მინისტრი და იტალიის ხელისუფლების წარმომადგენელიც კი არ ჩავიდა იქ. ეს შეურაცხყოფა არ არის საქართველოსი. ყველაფერი რაც ხდება დღეს ძალიან სერიოზულ დაფიქრებას საჭიროებს, ბატონებო. მე არავის არ განვსჯი. მე ვამბობ ერთ რამეს, რომ მე თემურ შაშიაშვილი ვგზნობ, რომ ქვეყანაში ეს მდგომარეობა რომ არის, ყველას ბრალია. ჩემი ბრალიცაა. ყველას ბრალია, ვისაც პასუხისმგებლობა გაგვაჩნია. სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის წინაშე გქონდეს ვალდებულება ყველას რაღაც გარკვეული აღებული და ქვეყანას არ ვღალატობდეთ. მე არ ვამბობ, რომ ხელისუფლებას უღალატეთ, ან ხელისუფლებას დადაგეთ. ქვეყანა სჭირდება დღეს ბეჭ შემდგარი ხალხი. ბეჭი უნდა შეუდგა შენ ქვეყანას და ისე უნდა დადგე. აი ეს ქვეყანა, სხვა ქვეყანა, ჩვენ ცივილიზაციის სათავეებიდან მოვდივართ. გულით გითხარით, აი მეც ნერვიულობ, ადამიანურად განვიცდი ყველაფერი იმას. ახლა აი რომ დავიწყებ უკვე ფიქს, ხო ხედავთ, არაფერი არ ჩანაწერი მაქვს და არც არაფერი იმით, რომ აი მოვდივარ, რომ აი გულწრფელად და გულახდილად ყოველგვარი რაიმე იმის გარეშე მოგიყვეთ და გითხრათ. აი ეგ ორი წიგნით მოვედი, რომელსაც ეს დღეებია ვათვალიერებ. საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები. ეს ტექნიკური უნივერსიტეტი უშვებს ამას. უნიკალური მასალები ვნახე. ამას პოლიტიკოსები სამაგიდო წიგნად უნდა გქონდეს. აგერ მეორე დიდ აკადემიაში გამოცემული მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის, ხელოვნების ისტორიის სერია. სასაული მასალებია, სასაული. ესე იგი, აი დღეს გავშალე ეგერ უნიკალური პიროვნების წამოვიღე და მინდა რომ რაღაც მალე ირაკლი ჟორდანიაზე, აკადემიკოსი ირაკლი ჟორდანია, საოცარი მასალებია მასზე, როგორც გითხარი. აი ეგერ წიგნები, სადაც პროგრამებია ხალხო. პოლიტიკური უწიგნურობა გუპავს ჩვენ. და მოდი პოლიტიკური წიგნიერები წავიდეთ წინ. პოლიტიკა დაუთმოთ იმ ხალხს, ვისაც პოლიტიკა ესმის. ნუ გონია თქვენ პოლიტიკა ადვილის საქმე. აინშტაინი, გენიოსი კაცი ამბობდა, მე კი ვარ მეცნიერი, მაგრამ ჩემზე დიდი მეცნიერიც არსებობს. მე ფიზიკოსი ვარო, მაგრამ ფიზიკოსი არ არის თავარი მეცნიერიო. თავარი მეცნიერი არის პოლიტიკოსი. ფიზიკა არის მეცნიერება, მაგრამ ფიზიკაზე უფრო დიდი მეცნიერება არსებობს. და ეს არის პოლიტიკაო. პოლიტიკას ნუ უყურებთ ასე ადვილად. ნუ უყურებთ ხალხო ასე ადვილად. პოლიტიკას არ შეიძლება ქმნიდნენ ის ადამიანები, რომლებიც დღეს პარლამენტში არიან. არ შეიძლება ქმნიდნენ ბიზნესით და ფულით დაკავებული ადამიანები. პოლიტიკას უნდა ქმნიდნენ სუფთა ხელების, ძალიან ღონიერი აზროვნების. ლასალი რომ ამბობდა, ჭკუის ფიზიკური ენერგიის გამოყენებას შეუძლია, ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ პოლიტიკაში. არიან ასეთები საქართველოში. სავსეა საქართველოს ასეთი ხალხი, მაგრამ ისინი არ ხმაურობენ. კარგად თქვა რომან რურუამ, ვინც პარლამენტისკენ გარბის, მას ეჭვით უნდა უყურებდეთ, მაგრამ ვინც ვიცით, რომ პარლამენტში გჭირდება, იმას უნდა შევეხვეწოთო. აი ასეთი იქნება საზოგადოებრივი პარლამენტი. აბსოლუტურ უმრავლესობას ხვეწნა დაჭირდება იმაში, რომ იყავი საზოგადოებრივ პარლამენტში და ხალხს იმედი მივცეთო. ჩვენ მივდივართ ამ გზით. იმედიანად ვიყოთ. რთული მდგომარეობაა. ძალიან რთული მდგომარეობაა. ისაც ისრაელსა და ირანს შორის ხდება. ეს უბრალო ამბავი არ არის. ჩვენ საქართველო აი რომ მოღებულია კარები, აღარ ვლაპარაკობ ამაზე, არავის არ გადანაშაულებთ, მაგრამ უნდა ჩავკეტოთ ბატონებო საქართველო. უნდა შევცვალოთ ეს კანონები. გავაუქმოთ ხალხო, ადამიანებო, გეხვეწებით, გემუდარებით. ჩვენ ირანი გახდება მალე საქართველო. აი რამდენიმე დღეში ირანი გახდება თუ საზღვარზე ჩვენ იმით კი არა რომ იარაღით კი არ დავხვდეთ ამ ხალხს, მაგრამ უთხრათ რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, რომელშიც აი ესე 1.400.000 აღმოჩნდა ქართველი.
და 1,300,000 არის არაქართველი ქვეყანაში. და უამრავი რაოდენობა კატასტროფულ მდგომარეობაშია ჩვენი დემოგრაფია, კატასტროფულ მდგომარეობაში. რა გვაქვს სალაპარაკო? კი ბატონო, ხელისუფლებამ იქეთ თავისთავად. მე საკუთარ თავს ვხედავ დამნაშავედ იმაში, რომ ეს მდგომარეობა, მე რა ვინ მეკითხება აგერ 20-25 წელია მეტი, 2003 წლის 23 წელია წავედი ამ იმაზე, მაგრამ გძნობ პასუხისმგებლობას და ხელისუფლებებში ვინც იყავით, დეპუტატები ვინც იყავით და ვინც ხართ. არ უნდა ვიგრძნოთ ბატონებო პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა ამ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ ესე იგი მდიდარ ქვეყანაში ღარიბად რომ ცხოვრობთ, ქვეყანაში რომ მდიდარს ღარიბს არ თმევენ და მდიდარი რომ ცხოვრობთ კარგად და ღარიბები რომ ყლეფენ, ღარიბებს რომ ყლეფენ ისედაც და ესე იგი საშინელ მდგომარეობა რო არის, ეს არის ნორმალური მდგომარეობა. ეს საქართველო არ არის. ჩვენ სულის ქვეყანა გვინდა და არა ფულის ქვეყანა. გენიალურად თქვეს, ურამ ქართველიშვილმა კიდევ ერთხელ ვიმეორებდა. მოდით, დაუბრუნდეთ საქართველოში, ჩვენი მამების, ჩვენი წინაპრების განწყობის ქვეყანაში. მე არ ვამბობ, რომ ის ვადიდოთი, განწყობა იყო რა, ქართული, სულიერება, კაცური, ვაჟკაცური, ნამუსიანი, დარბაისლური, მომავალზე ორიენტირებული, არავის არ ვებძოდით, არავის არავის წინააღმდეგ არ ვიბძოდით, ჩვენ ვიბძოდით საქართველოსთვის. თუ ოდესმე ქვეყანა სჭირდებოდა არა ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლა, არამედ ბრძოლა საქართველოსთვის, ჭირდება დღეს. კარგი გამონათქვამია, უფალი მაშინ არის ჩვენთან, როცა ჩვენ ერთმანეთს კი არ ვებძვით, არამედ ვიბძვით ერთმანეთისთვის. აი უფალი მაშინ იქნება ჩვენთან. დღეს უფალი არ არის ჩვენთან, იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთს ვებძვით. ჩვენ დღეს ბუნების კანონების წინააღმდეგ მივდივართ ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლით. დაუბრუნდეთ ბუნებრივ გარემოში, დაუბრუნდეთ ქართულ გარემოში და ჩვენ ვიქნებით მსოფლიოსთვის ძალიან დიდი როგორც იტყვიან მომავლის მიმცემი ქვეყანა. ესაა საქართველო. ეს შეგვიძლია ჩვენ. უნდა გავაკეთოთ და შევძლებთ კიდევაც. მაგრად ვიღოთ.